ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობის ეთერშია პროგრამა ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი გამოშვება. ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით და გაიგეთ მსოფლიო შოუ ბიზნესის სიახლეები. რესტორან სარაჯეშვილში ლიკა ქავჟარაძის საღამო მოეწყო, რომელსაც თითქმის ყველა ცნობილი მსახიობი ესწრებოდა. საღამო გულის ამაჩუყებლად დაიწყო. მამუკა ჩარკვიანის სიმღერის ფონზე "სუყველაზე ლამაზი" ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე გამოჩნდა, რომელიც სიხარულისგან ტიროდა. ლიკას რომანტიული განწყობა საზოგადოებასაც გადაედო, მოკლედ იქ ყველა ტიროდა. დანარჩენი სიუჟეტი ვნახავთ. ჩემი თაობისთვის განსაკუთრებით ან ცოტა ჩემზე უფროსებისათვის ლიკა ქავჟარაძე იყო ქართველი ქალის, ქართველი ახალგაზრდა გოგონას სილამაზი, სიკეთი, სათნოების განსახიერება ეკრანზე და მე მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შეკრებილნი ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად გვიყვარს ეს არაჩვეულებრივი მსახიობი, მე მინდა მას ყოველივე საუკეთესო უსურვო. კავკასიური რომანსის მერე იყო ნატრისხე, მერე კიდე უნდა გვეთამაშა ერთ-ორ ფილმში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხან ლიკა იყო დაკავებული, ხან მე ვიყავი დაკავებული. და მე მინდა ლიკას მოულოცო დღევანდელი დღე. საერთოდ ჩემზე რო იყოს ლიკას ყოველ დღე უნდა მოუწყო ესეთი დღესასწაულები. ლიკა ისეთი ლამაზია და ისეთი კარგია. სისხლეთისა და ნიჭიერების საღამო. ვეცდები. მოდით, ეროვნულ კიდევ ქონდეს ჩვენს ლიკას ესეთი ლამაზი საღამოები და ჩვენს საღამოებს ჩვენი თავი ჩვენს ყოფილიყავით მასახოლი. სიცოცხლე ლიკა გაგიმარჯვებს. დიდი მადლობა შენი შემოქმედებისათვის, შენი ნიჭიერებისათვის, შენი სილამაზისათვის და მეგრელობა და კარგად ყოფნა. ხარ ძალიან ძლიერი ადამიანი, ჯერ მარტო ვიყო, რომ უფალმა ძალიან დიდი ჯილდო მოხდა. ეს სილამაზია. სილამაზია კოსმიკია. კოსმიკია სილამაზია. ამერა ზარგავაჩელი და სულ გადაგიგებული და გადავიდე. მაგრამ აზრი პირობა ჩვენ ერთ ლამაზ ფილმს მაინც გავაკეთე. ჩვავინა მანდრომარე. აღარ შანსმაზე ეს იდეა ეკუთვნის ქალბატონ მზია დოლიძეს. საერთოდ თავიდან დიდი ხანია ვფიქრობდით ამაზე და იდეა იყო ძირითადად მზიასი და არაერთი საღამო იყო გაკეთებული მსახიობების და გადავწყვიტეთ რომ ლიკას ჩვენ ეგრე ვიფიქრეთ რომ ლიკა ღირსია იმისი რომ ერთი საღამო გაკეთდეს ლიკასთვის და შეერთებული ძალებით ეგრე ვთქვათ გავაკეთეთ. რა თქმა უნდა ლიკა ძალიან დაგვეხმარა თვითონ და საერთოდ ძალიან მადლობლები ვართ ყველასი ვინც ამოგვედგა გვერდში. ლიკა ქავჟარაძე ისეთი მსახიობია, მე ესე მგონია რომ ქართული კინოში ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა რომ დედოფალივითა, დედოფალია რა, თავის სილამაზით, მონაცემებით, ნიჭით და არ შეიძლებოდა ამ გოგონას ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ესე ჩამქრალიყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ანუ 26 მაისს გაიმართა სტუდენტური დღეების დახურვა. ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედანზე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. კონცერტის ბოლოს მერაბ სეფაშვილი, ქუჩის ბიჭები და პატარა ზუკა ხუციშვილი გამოდიოდნენ. ამიტომ ხალხი გმირულად იტანდა ჭყლეტვას და თავის საყვარელ მომღერლებს ელოდებოდა. არისთვის ახალგაზრდობის ხმა, წავიდა! კარგია, ესე იგი დღეს მაგარი დღე გვაქვს, დღეს ძალიან ლამაზი დღე გვაქვს და კიდევ ერთხელ საქართველოს გავა! 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 მასაცე კიდევ ერთი ინფორმაციული, ასე ვთქვათ, ამბავი, მოგეთ მე აგვისტო ის დღეს ძალიან ბევრი საიუბილეო თარიღია. რაც ყველაზე მთავარია, უკვე მერვე წელია ჩვენთან ეს სტუდენტური დღეები ტარდება. ტრადიციულად, სტაბილურად ყოველ წელს. შეგვათ ყველანი ვერთობით ხელები ავწიეთ და წავედით. აჭარა მუსიკალში რუსული ჯგუფის ბლისიაში ეს კონცერტი გაიმართა. საერთოდ ჯგუფი 4 წევრისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი ბლისიაში რაღაც მიზეზების გამო ჩვენს ქალაქში ვერ ჩამოვიდა. სამაგიეროდ დანარჩენ 3 წევრს ისე უნდოდა თბილისში ჩამოსვლა, რომ სპეციალურ სახელმძღვანელოებსაც გაეცნენ ჩვენი ქვეყნის შესახებ. აქვე მინდა დავსძინო, რომ გოგოებმა სახელი გაამართლეს, ოღონდ ვიზუალურად. მათი მთელი სხეული ბრწყინავდა. Волнуемся немножко. Добрый вечер. Добрый вечер. Нужен ключик, зажги вино. Считал, что можно просто так хорошо знать слова. И это был старый расчет. Сегодня будем на 10 выкладываться. Мы очень сильно постараемся вам понравиться. რა თქვა რა უსმენ ყოველდღიურად არა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა გვიწევს სიმღერები მოგწონს. ტელევიზიით ხშირად უშვებენ და თან მომხიბვლელი გოგოები არიან და რა ვიცი.
Мы просто то, что мы почерпнули, наверное, из учебников из школьных, вот еще вот с тех времен информация. Вот мы приехали, увидели всю эту красоту, я уже сегодня рассказывала, вот эти в скалах дома, вот там этот радушный прием, все, ну не знаю, все пронизано таким гостеприимством. Это было ясно сразу, что будет все на высшем уровне. Да, я когда ехала, мне мой друг сказал, что ты влюбишься в этот город. И это действительно случилось так. Я сегодня подруге отправила смс-сообщение, что я в этот город. Теперь в Тбилиси я влюблена. Сегодня сидела, кричала в лимузине: девочки, я влюбилась в Тбилиси. На самом деле это правда, искренне говорю. У нас была такая обзорная экскурсия из аэропорта в гостиницу, но мы постарались просмотреть все, что можно было, все какие-то ваши вот женщину с мечом и с вином. Bowling ცენტრი ამჟამად ჩემპიონატს რადიოსადგურების თანამშრომლებს შორის საწყობს. წავიდა სიუჟეტი. Bowling ცენტრი აგრძელებს თავის ტრადიციას რეგულარული ხასიათის სპორტულ გასართობი ღონისძიებების ჩატარების სახით. ამჯერად ჩვენ მასმედიის ტურნირი გავყავით რამდენიმე ეტაპად. დღეს არის რადიოსადგურების წარმომადგენლებისთვის. ამას თავისი წინაპირობა ჰქონდა 7 მაისს რადიოს დღე არის, 23-ში იყო ქართული რადიოს დღესასწაული და ჩვენ ერთგვარი გამოძახილი არის დღევანდელი ტურნირი აი ამ საიუბილეო თარიღების. Ну არ ვიცი ხა აქ დაახლოება რამდენად ხდება კოლეგების ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად კარგია რაღაც ჩემპიონატები, რაღაც შეჯიბრები, იმიტომ რომ გაფხიზლებს, რაღაც ფორმაში დგები და თუნდაც იმ 2 საათის განმავლობაში ისეთი ხარ რა მებრძოლი სულით გამსჭვალული ხარ და თან თუ გაიმარჯვე რაც ჩვენ შევძელით, მით უმეტეს ძალიან კარგია. თან ისეთი ამბავი იყო რომ გუნდი ვერ დგებოდა თამაშამდე რა ჩვენი გუნდი, იმიტომ რომ არავინ თამაში არ ვიცით, აი ეგრე იყო და მეც ნამდვილად არ ვიცი ეს თამაში რა, იმიტომ რომ მაგ ერთხელ ნათამაშები სულ რა მართლა გეუნები და ნუ დღეს რაღაც 3 იქით მანამდე სხვა გუნდში ვითამაშე, სხვა გუნდს მოვეხმარე და მე ამ გუნდში გადმოვედი და 1 5 თუ 6 სტრაიკი გავაკეთე და ეხლა ზესტაფონელი კაცისთვის ეს დიდი მიღწევაა მე მგონი რამეტან. მე უნდა ყოფილიყავი ძირითად შემადგენლობაში, იმიტომ რომ სამჯერ მაქვს ნათამაშები, მაგრამ ვერ მოვიცალე და მოვიდა ნიკა, რომელსაც ერთხელ აქვს ნათამაშები, მაგრამ არ შეურცხვენია თავი, კაცურად ითამაშა, მოიგო და რავი, ჩემპიონები გავხდით რა. ეთყობა რაღაც ნიჭიერები ვართ. რაც არ უნდა ხმამაღლა და პრეტენზიულად ჟღერდეს ყველანაირ კონკურსში, ასე თქვათ. გინა სპორტული იყოს, გინა ინტელექტუალური, ყველანაირ კონკურსში ვიმარჯვებ და პირველები ვარ და მე ხა განწყობა რო გითხრათ, ხა იდეალურ განწყობაზე ძალიან გაახარებული ვარ, არა, რაღაც ჩვეულებრივ მოვლენად ავუქვი. ანუ გაჩნდა გარკვეული ლოგიკა იმაში, რომ რაც არ უნდა ჩატარდეს და რა ღონისძიებაც არ უნდა მოეწყოს, ყოველთვის ვიმარჯვე. სახელმწიფო გადმოგეცემათ
ასეთი ღონისძიებები ჩვენ გვაახლოებს უყოლას, იმიტომ რომ მით უფრო რომ ჩვენ რადიოს სადგურების თანამშრომლები ვართ, ერთმანეთს ფაქტურად ვერ ვხედავთ, სხვა შორის ჩვენ ტელემაყურებლებიც არ გვიცნობენ და ეს არის ჩვენი ერთობის და ჩვენი გაცნობის და ჩვენი ერთად ყოფნის დროის ტარების ძალიან კარგი საშუალება. ძალიან დიდი მადლობა Bowlings. მომდევნო ეტაპი ალბათ ტელეკომპანიებისთვის იქნება და მერე პრესის წარმომადგენლებისთვის. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.